გამარჯობა კიდევ ერთხელ. მოკლედ. დღევანდელი თემა არის affiliate marketing-ი, ჩემი ახალი აღმოჩენა, რაც ბოლო ალბათ 3 თვეა რაც დავიწყე. მაგრამ სანამ ამ თემაზე გადავიდოდე, მინდა გაგეცნოთ, ვინც არ მიცნობთ. მე ვარ გიგ კურტანიძე, მაქვს 8 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში. 4 წელია რაც ასევე ვარ მენტორი, გადავამზადე 1000-ზე მეტი სტუდენტი უკვე. გარდა ამისა, Facebook-ში ძირითადად advertising-ის კუთხით მაქვს 3 მილიონზე მეტი დოლარი დახარჯული ყველა ბიზნესისთვის და სოციალურ ქსელებში, ჯამში ყველა სოციალურ ქსელში ერთად ყავს 250,000 გამომწერი. სანამ ამ თემამდე მივიდოდი და ზოგადად ECSUMMIT-ის ღონისძიებას, როცა დავიწყეთ ხელახლა მუშაობა, ვფიქრობდი, რაზე მელაპარაკა ამდენი თვის განმავლობაში სანამ ჩატარდებოდა. თავიდან ვიფიქრე, მეთქი e-commerce blueprint-ზე ხوار ვილაპარაკო ჩემს ახალ ციფრულ პროექტზე, რომელიც 2024-ის დასაწყისში დალანჩე და დალანჩვიდან ერთ თვეში უკვე 100-ზე მეტმა ბიზნესმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც არის მაგალითად ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გერმანია, ამ ქვეყნებში გამოცადეს სხვადასხვა e-commerce საიტებმა და ბიზნესის მფლობელებმა ჩვენ მიერ გამზადებული 300-ზე მეტი ტემპლეიტები რეკლამების და არა მარტო ტემპლეიტები, ასევე მთელი გაიდლაინი, როგორ უნდა გაუშვა კამპანია, როდის უნდა შექმნა რეკლამა, როდის უნდა გაზარდო ბიუჯეტი, როდის უნდა გადიშვა რეკლამა და ასე შემდეგ. მაგრამ არა. მე დავფიქრდი, საერთოდ ჩემი პერსონალური ბიზნესის შედეგებზე ხوار ვილაპარაკო თქო, როგორ სპენთავ 1000-ობით დოლარებს ყოველთვიურად და უკამღებულობთ 9-ჯერ მეც დაახლოებით, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულია, იმიტომ რომ საშუალო ჩვენი როასი არის 9 და 53. და სხვა შორის ჩემმა პარტნიორმა ალექსანდრემაც ესე მეხუმრა, რომ იმდენჯერ ხედავ ყოველდღიო რეკლამაშიო, რომ შენი სახის ნაკვეთები ზეპირად ვიციო. და ეს იმის დამსახურებაა, რომ ძალიან კარგი ოფერი გვაქვს, ძალიან კარგი რეკლამა და კარგი ლენდინგი, რომელიც კონვერტირდება. მაგრამ არა, ეგეც მეთქი არ გვინდა. მე საერთოდ რაღაც ხუმრობით გავიფიქრე, რომ მეთქი საერთოდ ჩემი ქორწილის კონტენტ სტრატეგია ხო არ გავაცნო თქო ხალხს, იმიტომ რომ ქორწილს ქონდა 5 მილიონზე მეტი ნახვა ყველა სოციალურ ქსელში და სხვათა შორის მამარდაშვილის ქორწილის დაემთხვა მაგ პერიოდში და დაახლოებით იგივე ნახვები ქონდა და მაგით ვამაყობდი, რომ მეთქი ვა. ესე იგი მეც რაღაცა ცნობადობა მქონია თქო. მაგრამ არა, ეგეც გადავიფიქრე. და ბოლოს მივედი affiliate პროგრამამდე, სადღაც ზაფხულის, არ ვიცი, ძალიან ცხელი ამინდები იყო და სრულიად შემთხვევით აღმოაჩინე თემუს affiliate პროგრამა. და affiliate marketing-ში საერთოდ არ მქონდა არანაირი შეხება, ანუ წლების განმავლობაში ვიცოდი რა იყო, მაგრამ აი ესე როგორც ესე ინტერესის დონეზე არ დავინტერესებულ ვარ. და თემუს აი ამ ოფერმა დამაინტერესა, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან პოპულარული იყო და დავფიქრდი, მეთქი, ვაი, რატომაც არა, ცნობადობაც მაქვს. შემიძლია რომ გავაპიარო ეს პროგრამა და სანაცვლოდ გავტესტავ თქო რა ვიფიქრე. თან ეს 100,000 დოლარი ძალიან ისე ეფექტურად მომეჩვენა. გავიცანი პირველ რიგში თემუს პროგრამას, affiliate პროგრამას და გავიგე ესეთ პირობები ქონათ, რომ თუ მაგალითად შენ თემუს მოუყვანდი მომხმარებელს და გადმოაწერინებდი ამ აპლიკაციას და შემდგომ ეს მომხმარებელი რაღაცა შეუკვეთავ და ამ ყველაფრის სანაცვლოდ თემუ მოგცემდა 15 ლარს და დამატებით შეკვეთის 10-დან 30%-მდე საკომისიოს. გააჩნდა რა რაოდენობის იყო ეს თანხა. პირობები ძალიან მომეწონა და დავიწყე დავრეგისტრირდი რა თქმა უნდა პროგრამაში, აგერ ჩემი affiliate link-იც მომენიჭა, სხვადასხვა ლინკები, მე დროთა პერიოდის განმავლობაში ექსკლუზიური ოფერებიც მომცა თვითონ თემუმ, როცა დაინახა რომ კარგი პერფორმანსი მქონდა და დავიწყე research-ი. ჩემს ყველაზე საყვარელ პლატფორმა TikTok-ზე. მოუძებნე სხვადასხვა კრეატორები, ვინც უკვე აპიარებდნენ ამ პროგრამას და დავაკვირდი რას აკეთებდნენ, ასე ვთქვათ, რითი იქცევდნენ მომხმარებლის ყურადღებას. და აღმოაჩინე ერთი საინტერესო ფაქტი, რომ ყველა კონტენტ კრეატორს ჰქონდა ერთი ძალიან დიდი საერთო რამ. და ეს იყო ის, რომ მათ არ იცოდნენ advertising-ი და არ იცოდნენ საერთოდ ციფრული მარკეტინგი. ერთადერთი რაც იცოდნენ იყო, რომ TikTok-ზე უფასოდ შეეძლოთ ვიდეოს ატვირთვა და მაგით გაეპიარებინათ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ არსებობდა სხვა გზების რეალურად პროგრამის გასაპიარებლად. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამეშვა თემუს რეკლამები Facebook-ში, Facebook Ads-ზე.
ავაწყე ძალიან მარტივი ტიპის კამპანია. როგორც ხედავთ აგერ სკრინში, ერთი კამპანია, ერთი ედსეტი და ერთი ედი მაქვს, აი უმარტივესი. ნუ იდეაში აქ ერთი ედი არ არის dynamic creatives მაგ გამოყენებული და შიგნით ძალიან ბევრი ვარიაციებია ჩაშლილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ ერთი რეკლამაა. გამოვიყენე ასევე Facebook-ს ახალი ფუნქცია Advantage Plus-ი, რომელიც ფიქრო, კარგი რამ არის, როცა გინდა რომ ძალიან დიდ სეგმენტზე გახვიდე და თან Advantage Plus-ი ყოველდღე ისე ვითარდება ეს ხელოვნური ინტელექტი, რომ უფრო და უფრო ამუღამებს როგორ სეგმენტზე უნდა გავიდეს, რომ სწორად გაყიდო შენი პროდუქტი. ერთ-ერთი რაც გავაკეთე, ექსკლუზიონები გავაკეთე, რომ გამოვაკელი ის ხალხი, ვინც ვებგვერდზე შედიოდა, შესულიყო ბოლო 30 დღის განმავლობაში და ასევე ვისაც უკვე ჩემი ეს ვიდეო რეკლამები ნანახი ქონდა მინიმუმ 50% მაინც. ეს იმისათვის, რომ მაინც ასე თქვათ, ესე ტერმინი ad fatigue, ანუ რეკლამისგან ზედმეტი გადაჭარბებით ნახვა ამერიდებინა. და ნუ ამას ყველა კონფერენციაზე გავიძახი, რომ საერთოდ რეკლამა არის საქმის, ანუ Facebook advertising-ში საქმის 90% დაჟე ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ისე განვითარდა advertising-ის კუთხით, რომ ძირითადად აღარ გიწევს იმაზე ფიქრი, რომელ აუდიტორიაზე გაუშვა რეკლამა. უფრო გიწევს იმაზე, როგორი რეკლამა გაუშვა, როგორი შეთავაზება, როგორ საიტზე გადაიყვანო და აი ჯამში ეს არის რა, სულ დაახლოებით $2000-მდე დავხარჯე კამპანიაში, 2.1 მილიონი impression-ი დავაგროვე და ესეთი მარტივი ლენდინგი ავაწყე, სადაც ტაიმერი იყო 24 საათში ერთხელ რეფრეშდებოდა, ნუ ეს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, urgency შემექმნა და პლუს მთელი ინსტრუქცია მოყოლებული ვიდეოიანა, როგორ უნდა ჩართულიყო, გადმოეწერა და მიიღოთ $300 ვაუჩერი თემუსგან. ეს არის მთავარი მეტრიკები კამპანიის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ საშუალოდ მაგალითად, როცა რეკლამას CTR-ი აქვს 1.5%, ჩემს რეკლამას ქონა 5.75, ანუ ფაქტობრივად 4ჯერ და 5ჯერ უკეთეს შედეგია და CPM და CPC-ის შემთხვევაში პირიქით აცრუბრად დაბალია, ვით უკეთესია, როცა საშუალოდ $1.42, მე მქონდა $1-მდე და როცა CPC იყო 12 ცენტი, ჩემს შემთხვევაში იყო 5 ცენტი. სულ ამ ჯამში დავხარჯე მთელი ამ კამპანიის განმავლობაში საფხულში ვაკეთებდი ამ პროექტს და $2158 დავხარჯე, დავითვალე და ჯამში დავაგენერირე 20,000, ნუ უხეშად $20,000 შემოსავალი აი ამ თანხით. ანუ 9.35 ROAS-ი. რაც ნიშნავს, რომ ყოველ დახარჯულ $1-ზე უკან ვღებულობდი 9.35 და თან არანაირი საკომისიოს გარეშე მთლიანი სუფთა მოგება რჩებოდა მე. და ნუ შემდგომ გადავწყვიტე, რომ გამეანალიზებინა რა იყო წარმატების ყველაზე დიდი მიზეზი, ასე ვთქვათ და პირველი რაც აღმოაჩინე იყო ის, რომ სწორ დროს და სწორ ადგილას აღმოჩნდი, იმიტომ რომ დღეს ეხლა თქვენ რო ჩაერთოთ affiliate პროგრამაში, თუნდაც თემოს affiliate პროგრამაში გართულდა, უფრო მეტი კონკურენცია არის, უფრო მეტ მაისწავლა რეკლამების გაშვებაც, პლუს საკომისიოების ფასების შემცირდა და აღარ არის ესეთი მარტივი. ამიტომ ერთი გავანალიზე, რომ ყოველთვის ნებისმიერ საქმეში ეგრეა ხო, რომ ბიზნესში რაც უფრო ადრე შეხვალ და ახალ ასე ვთქვათ მიმართულებას აღმოაჩენ, მით უფრო მეტ მოგებას ნახავ. შემდგომ მივხვდი, რომ ასევე ეფექტური შეთავაზებაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, იმიტომ რომ ძალიან ეფექტურად ჟღერდა, რომ გადმოწერე აპლიკაცია და მიიღე $300 ვაუჩერი. ნუ ეს თემუს ხარე უფრო იყო ძირითადად, მაგრამ მეც ჩემებურად ყოველ შემთხვევაში ვეცადე, რომ ქართულ აუდიტორიამდე მაქსიმალურად მიმეტანა, იმიტომ რომ თემუს თვითონ რა რეკლამებიც ქონა ოფიციალურ გვერდზე გაშვებული, იმდენად Google Translate-ით იყო გადათარგმნილი, რომ არ იყო ისეთი ეფექტური და სხვა შორის ეგეთი кейსებიც ქონა, რომ ძალიან ბევრი წერდა, რომ ეგონა რომ თემუ მე ვიღავი და არა სხვა და მირეკავდნენ, რომ შეუკვეთე და სად არის ჩემი შეკვეთა და რაღაცა ეგეთ кейსებიც ქონდა. იმდენად მივამსგავსე, ასე ვთქვათ, თემუს დიზაინს ყველაფერი. მესამე მივხვდი, რომ მაღალ კომენტირებადი ლენდინგი ნებისმიერ შემთხვევაში რაც საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის და ლუკამაც ეხლა სწორედ მაგ თემაზე ელაპარაკა, რომ ძალიან ბევრს არ გვაქვს საიტი. და საიტი თუ გვაქვს კიდე ხშირ შემთხვევაში არის აი თუდად არ გამიგეთ, მაგრამ ძალიან დაბალი დონის ანუ სტანდარტული საიტი, რომელიც არ არის კონცენტრირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება მაღალ კონვერტირებადი იყოს და მეტად ეფექტური ვიდრე სხვა შემთხვევაში.
და მეოთხე ფაქტორი იყო ყურადღების მიმქცევი რეკლამა, იმიტომ რომ აშკარა რეკლამა მუშაობდა. ძალიან დიდი CTR-ი ჰქონდა, ძალიან ბევრი ხალხი ჩერდებოდა, ძალიან დიდი engagement-ი ჰქონდა, ანუ ხალხში ჩართულობასაც იწვევდა, ინტერესაც, ყურადღებასაც, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ როცა შეგიძლია რომ მომხმარებელი Facebook-ში გააჩეროს scroll-ვისგან და რეკლამა ანახო და იმთან ინტერესით უყუროს, ეგ არის ჩათვალე რომ წარმატებული ხარ ყველა ვარიანტში რა, თუ მაგას მიაღწია. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება საერთოდ ქართულ ბრენდებთან, დაფიქრდით ახლა რა პროდუქტის გაგაჩნიათ, ან სადაც მუშაობთ მაგ კომპანიაში, რამდენად მაგარი იქნებოდა, შეიძლება ყველა კომპანიაზე არ იყოს ეს მორგებული, მაგრამ affiliate პროგრამა რო არსებობდეს, ხო? რაღაცა საქართველოში ობიექტები არის, ფაქტობრივად თითქმის არც ერთ ბრენდს არ აქვს რა, ანუ არავინ არ აკეთებს affiliate პროგრამებს. ან თუ აკეთებენ, არ არის ესეთი ხარისხიანი, როგორც უნდა იყოს. და აი მართლა დაფიქრდით, რამდენად მაგარი იქნებოდა affiliate პროგრამების დალანჩვა, რომ მომხმარებლებს და კონტენტ კრეატორებს მისცეთ საშუალება, რომ თქვენი პროდუქტი თქვენს სანაცვლოდ, ანუ თქვენი ჩართულობის გარეშე გააპიარონ. სხვათა შორის TikTok-საც ჰქონდა მსგავსი მცდელობა და ძალიან დიდი წარმატების кейსი გახდა, რომ TikTok Shop-ი დაილანჩა წინა წელს. და წელს უკვე Amazon-ს იმდენად ეშინია, რომ Amazon ცდილობს, რომ TikTok-ის ფუნქციონალი დანერგოს თვითონ Amazon-ში, რომ შედიხართ, არ ვიცი დაკვირვები ხართ თუ არა, Explore-ის გვერდი დაემატა, რომ შეგიძლია გასკროლო და ვიდეოებს უყურო პროდუქტის რევიუების. იმიტომ რომ TikTok Shop-ი იმდენად მაგარი რაღაცა არის, რომ კრეატორებს აქვს საშუალება, რომ საკომისიოები აიღონ გაყიდულიდან და მაგის სანაცვლოდ თანახმარიან, რომ პროდუქტი შეუკვეთონ, დახარჯონ თავიანთით, რომ დაამონტაჟონ ვიდეოები, ატვირთონ TikTok-ზე და თუ გავარდება ეს ვიდეო და მილიონობით ნახვას მოეპოვენ, თვითონაც სარგებელს ნახავენ და პლუს ბრენდსაც გაყიდვებს მოუტანენ. ამიტომ გირჩევთ, რომ ყველამ დაიწყოთ affiliate პროგრამები, რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება პროდუქტის გასაპიარებლად. და კიდევ ერთი რამ, რასაც ამ ივენტზე, ექსკლუზიურად ამ ივენტზე ვაანონსებ, ეს არის ის, რომ ძალიან მალე ჩაეშვება გაყიდვაში ჩემი ციფრული მარკეტინგის კურსი და community. ეს არ იქნება უბრალოდ კურსი, ეს იქნება ძირითადად უფრო კონცენტრირებული იქნება community-ზე, იმისათვის, რომ ყველამ ერთიანად ერთმანეთს დავეხმაროთ. და ამ community-ში და კურსში რა შედის? ანუ შედის 100 მეტი წლომა გექნებათ, ანუ 100 მეტ ვიდეო გაკვეთილზე, დაწყებული ისეთი მარტივი ფუნქციები და როგორც არის Facebook გვერდის შექმნა, დამთავრებული $1 მილიონიანი კამპანიამდე, ანუ როგორ შევქმენი $1 მილიონიანი კამპანია, რომ გამეყიდა $1 მილიონ ხირებულების პროდუქცია. ასევე დახურულ community-ში წლომა გექნება და Slack-ის channel-ში, სადაც მუდმივად შეგიძლიათ მოიწეროთ, დასვათ კითხვები, მიიღოთ რჩევები, ჩემი გუნდის მიერ, რომელიც იქნება ჩემივე გადატრენინგებული, ასე ვთქვათ, ვერიფიცირებული ხალხისგან. ასევე გვექნება ყოველკვირეული გუნდური ონლაინ კოლები და ანგარიშის აუდიტები, ანუ შეგეძლებათ, რომ ყოველკვირეულად გეცოდნებათ კონკრეტული დრო, როცა პირადად მე მეცლება, შემოვალ და ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს. იქნება ეს ad account-ის პრობლემები, ვერიფიკაციის პრობლემები, ან ზოგადად კამპანიის პერფორმანსი არ მუშაობს, ნებისმიერ кейს შემთხვევაში დაგეხმარებით. ასევე გეყოლებათ პერსონალური HR-ი, მენეჯერი, ვინც განსაკუთრებით ეხლა იწყებს ციფრულ მარკეტინგში მოღვაწეობას, გეყოლებათ HR-ი, რომელიც დაგეხმარებათ პირველ რიგში CV-ის მოწესრიგებაში. ასევე გვექნება სასერტიფიკატო გამოცდაც და თუ იმ გამოცდასაც კარგად დაწერთ, მაგისთვისაც HR-ი გაგიწევთ მაგ კარგი საქმისთვის რეკომენდაციას. და კიდევ გვექნება ყოველთვიური ფიზიკური meetup-ები. ეს meetup-ები უფრო იქნება პატარა მასშტაბის, ამ ხელმასშტაბის არ იფიქროთ, 50-დან 100 კაცამდე და meetup-ის მიზანი იქნება რაღაც კონკრეტული თემები მიმოვიხილოთ. იქნება ეს advertising, e-commerce და სხვადასხვა სპიკერები იქნებიან მოწვეული და პატარა workshop-ებს და master class-ებს დავგეგმავთ ხოლმე. და გარდა ამისა, e-commerce blueprint-ი რო ახსენე, იმაზეც გექნებათ ავტომატურად თქვენ ცდომა, ნახავთ 300 მეტ რეკლამის ნიმუშს და canvas template-ებს, რომელიც შეგიძლიათ თქვენი ბიზნესისთვის, ან იმ ბიზნესისთვის, სადაც მუშაობთ, მათთვის გამოიყენოთ ეს template-ები, რომ გაზარდოთ გაყიდვები. როგორც ხედავთ, ეს არ არის რაღაც სტანდარტული კურსი, ეს გარდა კურსისა არის ძალიან დიდი რაღაც რა, ანუ წარმოვიდგინეთ, ანუ community-ის წევრი ხარ, ყოველ თვე, ყოველ კვირა გაქვს შეხვედრები, იცნობ ახალ ადამიანებს, პარტნიორდები, მეგობრები მათთან და ასე შემდეგ.
ამიტომ თუ დაინტერესებული ხართ სპეციალურად ETH Summit-ისთვის 50%-იანი ფასდაკლება გექნებათ თუ ამ keywords დაასკანერებ და შეხვართ landing-ზე. ან ყოველ შემთხვევაში landing-ს მაინც ნახოთ ინტერესის გამო, რომ ნახოთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ კონვერტირებადი landing-ი როგორი აქვს. ყოველ შემთხვევაში მე როგორცაც ვაწყობ სტატისტიკურად კონვერტაცია მაქვს ხოლმე 3%-იანი. მოკლედ, სულ ეს იყო რაც მინდა და მეთქვა. მაინც ესე დავასრულებ, რომ affiliate marketing-ს მიმართეთ მეგობრებო, ძალიან მაგარი რაღაცა არის. მადლობა.